Hi, დილამშვიდობის მეგობრებო. თუ მჯეროდეს, რომ ვლოგი იწყება დილით. ანუ, არ მჯერა, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, Hi, დილამშვიდობისას ვლოგით, მე მგონი ძალიან დიდი ხანია ხარ გამომჩენილ ვარ. მე მაპატიეთ, სამსახურმა ცოტა გამაფრენა. ამიტომ იმდენად ადრე მივდივარ, რომ დილამშვიდობისას თქვენამდე ვეღარ ვამბობ. გაქცევით თუ გითხარით ხოლმე რა, ესე რომ ოფიციალურად დავჭდე. მე მიშველეთ, ყავაში ხوار ჩაიქცა. პირადაც რა. ერთი წუთი გოგო მოვიცამლო. კაცო ერთი. ხო და დიდი ხანია, მოკლედ ესე არ გამოვჩენილ ვარ. ამ კუთხით და აგერ ბატონო მომენტი. მე დედა. აბა რა შვებით ეს სახის ის არის რა ქვია, ცოტა დარჩე. ცოტა რა იშვეთად ვიყენებ. როგორც დამატენიანებელი ეგეთია რა. და შეგიძლიათ რომ დამატენიანებელი აღარ წაისვოთ, მაგრამ მე მაინც უნდა გადავისვაზეთ. არტო ამისი მეც ვერ დავჩები ეხა ნამდვილად. ხო და როგორ ახართ? ზეიმები, ამიტომ ძალიან გადატვირთული რეჟიმი, თქვენიც ჩვენი ძალიან ისეთი ორგანიზებული ზეიმები კეთდება, ამიტომ ამოწყვეტაზე ვარ. ხო და ჩემი პატარები გუშინ ძალიან კარგები იყვნენ. ამდენ ხნიანი შრომის შედეგი არ არის მარტივი საყურებელი, მომდიოდა ცრემლები ღაპაყობთ კულისებში ვიდექი რა თქმა უნდა. ხო და ძალიან ბედნიერი ვიყავი, მოკლედ გუშინ ემოციები დაცლილი, გუშინ მე მარიკოს მეტროში ეძინებოდა, ქანაობდა, ეს გამოვაცოცხლა, რომ კიბეებზე მაინც ამომეყვანა და მარშრუტკაში დავიჯინე თუ არა, შევხედე და ისეთი გათიშული ეცინა. ხო და ის არის რა ქვია. რას ვიზამთ დაიღალა ბავშვი. ჩვენ რა გყავით ვართ მოსულები, მარიკოს ხმა რო არ გესმით. ბებოსთან გავუშვი, ოღონდ აქვე ბიცოლა ჩემთან. გინდა თუ რა ბებო მინდა, იმიტომ რომ მოინატრა. ძალიან მოინატრა, ეს დღები ვერ გადავიყვანე, არ მეცალა და ძალიან მოინატრა რაღაცნაირად და გავუშვი, მე ვთხარი წადიშვილო, წყალი დაალები. ხო და მე ვდგარი მე არ ძალიან მოგეხსენებათ. ხო და მივაბრძანე ბებოსთან. ესეთი ამბები. მე ისიც ღელა უკვე ხალხო, ისიც ღელა უკვე თუ მე ცხელა ვერ გეტყვით, მაგრამ გუშინ აგრილდა რა ქვია. წვიმდა რომ რა ვიცი. აგრილდა, მაგრამ ისე მაინც ცხელა რა. გუში გზაში დამცხა ყოველ შემთხვევაში რა ვიცი. არა წვიმაზად ხლეშას მერჩივნი, ახლა ბავშვით უნდა ვიარო და წვიმა მინდა. საერთოდ არ მინდა. საერთოდ არანაირი სურვილი არ მაქვს წვიმის, არანაირი. ესე იგი, დედა რა კარგია ღმერთო სახლში ყოფნა. მე ხა ჭილჭიკიც მესმის, ხალხო და ყველაფერი მესმის, ისეთი ბედნიერი ვარ. ანუ გიჟდი. მიყვარს ეს სახლი და რა გავაკეთო. რა მიყვარს იცით? სამსახურის მერე რომ სახლში ვარ. ეგ მიყვარს. ანუ ეს დაღლა რომ მართალია არ უსახში ვზივარ ჯერდილა. მაგრამ არც მაგაზე არ ვდარდობ. ჯერ ყავა თავის მოწესრიგება და ის ჭურჭელიც დაირეცხება ხალხო და ყველაფერიც. მე ვიცი და გამიგია და ბევრი ისტორიების მომისმენია რომ მაღვიძარას აყენებენ ძალიან ადრე უნდა დაალაგონ რომ და ვიღაც მოვიდეს ეგ ხა თუ სტუმარს ველოდები ეგ საერთოდ სხვა რამეა მაგრამ ყოველდღიურობაში ვინმე მყარი არ შემომიღოს და არიქა ხა მაგის გამო დილის 6-ზე დავახენო მაღვიძარა შანსი არ არის რომ ავტკი ხა მაგიტო იმიტომ რომ რა ვიცი მაგალითად რა გითხრათ ახლა ერთი ჭურჭელი დამჩა ამოსარწ დაუშვოთ ხო კაი ჭურჭელი ანუ ჯერ რატო მოდიხარ დილიშვით საზე შვილო სხვასთან და თუ ადამიანი ჩემთან ხშირად მოდის 7 საათს ეს იგი ის ძალიან ჩემია და არ ჭურჭელზე არ ვიტარდებ რაზე რომ გოგოებო მაგისთვის მაღვიძარას მოაყენეთ
ან ისიც აქვთ ხოლმე, აი უფრო მაშინ აქვთ ხოლმე დედამთი მამთვიდან თუ ცხოვრობენ, მული, ანუ ბევრნი თუ არიან ესე ოჯახში ქმრისიანები, რომ ერიდებათ და ადრეო ძალიან ადრე უნდა ათქმენ, აი ძალიან რომ აი ფუსფუსებს რძალი თუ რაღაცა, რა ვიცი. არ შემიძლია რა. მოიცეთ, ცოტა გაგწიოთ, თორე ნამეტანი მომსკვდრები ვართ ყველა ერთად. აი ესე იგი გუშინ მარიამს საჩუქრები მოუტანეს ჩემმა მისის მატოს ვეძახით ინგლისურის პედაგოგმა და ასევე მოუტანა ჩემმა რეჟისორმა დაბადების დღისთვის საჩუქრები და ძალიან ბევრი ბარგი მქონდა ძალიან ძლივს წამოვახოხიალე იქიდან და სამწუხაროდ დამრჩა ბაღში მარიკოს საჩუქრები, მაგრამ ფიზიკურად ვერც წამოვიღებდი, იმიტომ რომ ბევრი რაღაც მომქონდა და მაგრამ ამას დავტოვებდი და იმას წამოვიღებდი, მაგრამ დამრჩა. ხო და ამიტომ რამდენიმეს გაჩვენებთ, რომელიც აქ არის შემორჩენილი. ერთი ისედაც იცით, მამიდამ რაც აჩუქა, ვარდისფერი კაბა და ფეხსაცმელი და ფოტოც ბევრჯერ გაჩვენეთ, ამიტომ ამას აღარ გაჩვენებთ. რამდენიმეს ნივთს გაჩვენებთ, რაც აჩუქეს, სამოს უკაცრავად და ნივთსაც. ხო და დარჩეს მერე დაგათვალიერებინებთ, საკმაოდ ბევრი საჩუქრები შემოუვიდა და გადასარევად ჩაიარა ზოგადად მარიკოს დღეობა. დავიწყოთ ჩემი უსაყვარლესი ფერი და თქვენ იცით რომ მარიამს რო ეკითხებოდნენ რა ფერის ტორტი უნდა თუ რა ფერის ეს უნდა თუ საერთოდ რა უნდა ამბობდა ყველაფერზე იასამნის ფერს. ხო და ბიცოლა ჩემმა აჩუქა იასამნის ფერი ზედა. არ ვიცი აქ როგორ ჩანს, მაგრამ დამიჯერეთ იასამნის ფერია. მალე ვიყიდი ხალხო ტელეფონს და მეც დავისვენებ. თქვენც დაისვენებთ რომ კადრი იქნება კარგი გამოსახულება და აი ბედნიერესი ვიქნები. აი მაგ დღეს შეიძლება გადავირიო, და დავიწიო. და თავისივე შორტი, რომელიც ნუ იტყვით და ძალიან დიდი აქვს და უნდა ცოტა ჩავუკეროთ, თორე დაბლა კარგად აქვს სიგრძე, რომ წელი აქვს დიდი. ასევე უსაყვარლესი კაბა, რომელიც აი ძალიან მომეწონა, მართალია ახლა ჩემში ზაგიღლებდა იმ ხელაზე აქ ჩამოწეული, იმიტომ რომ თვითონ არის ეგეთი მინიატურული, მაგრამ აქ კარგად აქვს მოკლედ. არის უსაყვარლესი კაბა, აი შიგნა შეკეცილივით რო არის და აი ესეთი ამოწეული კაბები, აი ზუსტად ეგეთია, დაწნული და აი ასეთი წინ ასეთი. წინ კი არა და უკან. ძალიან საყვარელი კაბაა, ძალიან მომეწონა. ხო და მოვარგი კიდეც, მოვაზომე კიდეც ყველაფერი. ის კაბა მოკლედ იცით, ისინი სხვა განდამრჩა, კიდევ აქვს რაღაც, მაგრამ არ ვიცი სადუდევს თოლე ვერ მოვკარი, საც აიღო. ასევე მოუტანეს აი ეს საყვარელი, უსაყვარლესი თოჯინები ჩემ გოგოს, რომელიც გააბრდღვნა, ოღონდ სახლამდე მოითმინა, გააბრდღვნა, გააცამტვერა, მაგრამ შენახულებია, როგორც ხედავთ, არ გაუფუჭებია. მარიკოს დიდად არ უყვარს ესე გაფუჭებოდა და დაგლეჯვა. ხანდახან წამოუვლის ხოლმე, მაგრამ რეალურად ესე ვერ დავაბრალებ, აი ყველაფერს აფუჭებს, აი ეგრევე ეკეხავს თუ რაღაც. ხანდახან კი, მაგრამ ხშირ შემთხვევაში არ. ასევე აჩუქეს აი ეს ნაწნავი, ეს ბიძა შემოუყიდა, რომელზეც გაგიჟდა ისე მოეწონა და საერთოდ ვეღარ გაიაზრა, რომ ეს ზედაქვედა ბებომა ჩუქა და მისმა ქმარმა ისინი მიყარა და ამას წვდა. თავის გრძელი ნახეთ როგორ ნაწნავია. ასევე მოყვება თავის ძალიან საყვარელი სავარცხელი, რომელთაც მარიკოს ჩვენი რო დაივარცხდეს ისე რომ ვთქვათ. და მოყვება გვირგვინი, რომელიც არ ვიცი როდის ვერ მოვკარი თვალი, მაგრამ გაუტეხავს და სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, სად გატეხა, ახლა აღმოვაჩინეთ დღეს რომ გატეხილია. არა უშავს. და თავისივე, მოიმედი, სად ჩაუგდია. ჯოხი, რომლითაც მოგამატებთ ესე. ჩვენ უკვე 3400 ვარ და ძალიან დიდი მადლობა ყველას. უღრმესი. ხო და დანარჩენებს მე კიდე პერიოდულად გაჩვენებთ ხოლმე. ნუ რა თქმა უნდა,
ფული კი იცით რომ საკმაოდ კარგად შემოვიდა გალბატონ მარიამს. ხო და აი ასე მოკლედ. იქ ჩემო მეგობრებმა, ჩემო მეუღლის ბიძაშვილის ცოლმა უსაყოლეს გოგო იყო ჩამოსული თავისი პატარებით. დიდი მადლობა რომ ამხელა გზიდან. ამხელა რა, ეხა ივარკეთილდა რომ გამოხვიდე იქ, იგივე გზა იყო, მაგრამ ან თბილისში არ ცხოვრობენ და შეწუხდნენ ჩამოვიდნენ ძალიან დიდი მადლობა და აი მოკლედ აი ესე რა, დედამთილი, მამთილი, იქ მამა ჩემა ჩუქა, იქ დედა ჩემა და მარიამი გუგუნებს. გაუბარეს, ყავა რის მოვატურე. ინა გადავიძრე და ყავა არ დავილებია. დედა, ცხელი მომეჩვენა თითქოს. ხო და რას ვარ? ვერა ვარ კარგად. აი ბლოგზეც როგორ ვდებდი ხოლმე, იცით ვიდეოებს ეს დღეები, ანუ დრაფტებში მქონდა შენახული და იმათ ადმეცა რომ გეხოწ. მომაკვდავი დავდივარ. დღეს არა, ალბათ დღეს არ არის შემიძლია დღევანდელ დღეს, მაგრამ ხვალ უნდა გავიდეთ ვაგზალზე, მარიკოს უნდა ვუყიდო ფეხზე, ოღონდ ფეხსაც ბევრი აქ და ისინი რამე ძალიან კომფორტული მინდა ვუყიდო ბაღისთვის. გოგოებო, რატო დაითხოვეს ასე ადრე, რომ მარიკო არ დაუთხოვებიათ адრე, მარიკოს ბაღი მუშაობს. უბრალოდ მე გადავდივარ სრულ განაკვეთზე, ანუ დილის 9-დან 7-ის 15 წუთამდე გადავდივარ სამუშაოდ. თუ მორიგე ხარ 7-მდეც უნდა დარჩე და თუ მშობელმა დაიგვიანა რის ნახევარამდეც. ამიტომ ფიზიკურად აქ ვერ ვატარებ, იმიტომ რომ გამომყვანი ესე მარიკოს არ ეყოლება და მე რომც გამოიყვანო ხალხო, მე როდის მოვალ მერე და ის, ანუ ვერანაირად, ხო? ამიტომ ხანდახან ვფიქრობ, ისე ხო არ გავაკეთო, რომ ხანდახან რომ აქაც იყოს, აი მამა ჩემი როა ხოლმე სახლში იმ პერიოდებში გამოიყვანოს 5-ზე და 1-2 საათნახევარში მეც მოვალ და აი ხანდახან ვიძახი, შეიძლება ეგრეც გავაკეთო. თუმცა არ ვიცი. ოღონდ ეგ მაშინ მორიგე რო არ ვიქნები, რომ ადრე მოვიდე სახლში. ეხლა 7-ზე უკვე სახლში ვიქნები, მე მეტროთი რო გამოვირბენ და მარშრუტკას არ დაველოდები. აი ესე დღეებში ვფიქრობ, რომ აქაც რო არ იმასაკნას რა. მარიკო ჩემთან ვერ იქნება ჯგუფში, იმიტომ რომ ჩემი დიდი ჯგუფია, მასზე ასაკობრივად არ ეკუთვნის მარიკოს ჯგუფი და მითხრეს კიდეც, რომ მოდი, ნუ მიიწებებ ამ ბავშვს, იმიტომ რომ ისედაც მარიამ ჩემზე დამოკიდებული ძალიან და ცოტა მიუშვი ბავშვი, მიწავიდეს სხვა ჯგუფში. სხვათა შორის გუშინ საერთოდ აღარ უნდა ჩემი გავაკეთო კარგოდა იმ ჯგუფში. თან ძალიან საყვარელი გოგოა პედაგოგი, ზოგადად გუნდია ძალიან კარგი იმ ჯგუფში. ხო და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან კარგად იგრძნობს თავს. ხო და აი ასე. არ მინდა რა, ჯერ ემოციურადაც არ მინდა რომ ჩემთან იყოს და რაღაც ის კონდეს, თითქოს უპირატესობები თავის იმაში კონდეს, არც მე არ მინდა რა უპირატესობა მივანიჭო, ან რაღაცა კამათი ბავშვებმა რო იციან, მე ეს მე ძალიან უნდა განვიცადო რაღაცნაირად ემოციურად შევა ვინერვიულო და არ მინდა. და საერთოდ ყველაფერს თავი დავანებოთ, ჯგუფი არ ეკუთვნის ასაკობრივად, ამიტომ გავუშვებ იმ ჯგუფში, რომელიც ასაკობრივად ეკუთვნის. აი ამიტომ მიდის მოკლედ ჩემი გოგონა. რა თქმა უნდა, ახლა სულ განაკვეთს, იმიტომ დავთანხმდი, რომ ანაზღაურება უფრო მეტი მექნება და ეს თვე და ივლისის თვე ვმუშავ. ამიტომ ხანდახან იქნება ხოლმე ესეთი მომენტი, რომ ყოველ დღე ვერ დაიდება ვლოგი და ალბათ გესმით, იმიტომ რომ მე რო 7-ზე მოვალ გახოცებით, როდის მე ვლოგს გადავიღებ და გადაღებულიც რო იყოს, როდის მე მაგას დავამუშავებ და დავდებ, ამ დროს 9 ხდება ხოლმე, 2 საათი უნდა თავი დამონტაჟებიან, ატვირთვიანად, მერე გადმოტანიანად, YouTube-ზე ატვირთვიანად და მერე 9-ზე აღარ ყავს ხოლმე ესე მაყურებელი, ამიტომ გოგოებო გადავწყვიტე, რომ აი ესე რაღაცნაირად ხანდახან გამოშვებით, ჩაგდებით მერე ორშაბათიდან ესე ავაწყო ხოლმე, ნუ სხვა გზა ახლა რა ვიცი, არ არის. ყოველ შემთხვევაში. როგორც საქმე მოითხოვს, ასე ვთქვათ, ისე იქნება. ხო, კიდევ რამდენიმე კომენტარს ბარემ გავცეთ პასუხი. YouTube-ის ხელფასის იმედად ცხოვრებაზე იყო ლაპარაკი და არა, გოგო, მე YouTube-ის იმედად არ ვარ, ასე რომ ვთქვათ.
როგორც ახლა ვისაუბრე, მაქვს სამსახური, რის იმედადაც ვარ. ასევე მყავს მეუღლე, ოჯახის წევრები, შესაბამისად რაღაცნაირად მარტო YouTube-ით ვერანაირად ვერ ვიქნები, ასე ვთქვათ, და ვერ ვიჯდები და ვერ ვიცხოვრებ მხოლოდ YouTube-ით და რატომ? იმიტომ რომ მე არც ისეთი აქტიური ვარ, არც იდება კაცო რაღაცა ვიდეოები ძალიან უკვე ისეთი გამოცდილები დებენ კვირაში ერთხელ და გამოიმუშავებენ იმ ერთ კვირაში, რა ვიცი, $100, ხო ხვდებით რა. ხო და ყოველდღიურ ვლოგებს არ ყავს ახლა ისეთი მაყურებელი, რომ შენ გამოიმუშაო სასწაული თანხა. კარგი ანაზღაურება, ნორმალური ანაზღაურება აუცილებლად გექნება, თუ სრულად იქნები YouTube-ზე დამოკიდებული და აი თავიდან ფეხებამდე ჩაფლული და სულ კამერა ჩართული და 24/7-ზე უნდა იმუშაო ამ ამბავში, რომ აი შენი ყოველდღიური ვლოგებით ანაზღაურება ისეთი იყოს, რომ თუნდაც არ იმუშაო მაგალითად სხვაგან, მაგრამ ნუ გეყოს ის შენი ანაზღაურება და სხვაგან რასაც იღებ, იმაზე მეტი აიღო აქ. მაგრამ მე მინდა რომ ვიმუშაო, მე მინდა რომ გარეთ გავიდე, მე მინდა რომ ხალხთან მქონდეს კომუნიკაცია ასე ცოცხლად, თორე კომუნიკაცია ხო ახლაც გვაქვს ხო, მაგრამ ეს სრულფასოვანი კომუნიკაცია ხო არ არის, კომუნიკაცია არის ის, როცა ასე პირდაპირ ადამიანს ესაუბრები და თან ყველაფერს თავი დავანებოთ, მე ჩემს საქმეს ვაკეთებ, ზეიმებს ვაკეთებ და ჩემთვის რაღაცნაირად მკვებავივით არის ეს ყველა და ჟანგბადივით არის ეს ყველაფერი, ამიტომ შესაძლოა მოვიდეს დრო, როცა ამ ყველაფერს ჩამოვეხსნა და მხოლოდ YouTube-ი დავიტოვო და Facebook-ის და მეტად მივხედო რაღაცებს, ასევე TikTok-ი, მაგრამ ამ ეტაპზე ასეა. აი მერე დაუშვათ გეუბნებით, თუ დადგება ისეთი დრო, რომ ან მეორე პატარაზე ვიფიქრებ ან რაღაც, მე ასე აქტიური, დიდი ალბათობით ვეღარ ვიქნები, სამსახურში ვეღარ ვიქნები და უფრო მეტად აი აქ ვიქნები, ასე რომ და მარიკო რომ მივა სკოლაში ალბათ ის პერიოდები მექნება უკვე ისეთი, რომ ასე სულ სამსახურში გავარძნილი მე ვეღარ ვიქნები და რაღაცა პერიოდი აუცილებლად დაეთმობა იმას, რომ ბავშვს უნდა მივხედო. თუმცა არის გახანგრძლივებული და შესაძლოა მე გადავიდე 2 საათამდე მაგალითად და მე უკვე ვასწრებ ასე რა ვთქვათ ბავშვთანაც ყველაფრის არ ვიცი, მოკლედ ამაზე წინასწარ ვერ ვისაუბრებ, ესე დეტალურად, რაც ჯერ არ არის ასე გადაწყვეტილი და რაღაც, მაგრამ უბრალოდ გიხსნით იმას, რა ჩემს შემთხვევაში როგორ ხდება. ვერანაირად ვერ ვიქნები ამ ეტაპზე, რომ აი სამსახურს თავი დავანებო და ვიჯდე აქ და აქ, ხო, არა, მე ჩემი სამსახური ბევრად მეტად მიღირს, ასე ვთქვათ. მიუხედავად იმისა, რომ მე ეს ყველაფერი ძალიან მიყვარს, რასაც თქვენ ხედავთ, მე ჩემი სამსახური მაქვს პრიორიტეტად, იმიტომ რომ მე იქ უშუალოდ ჩემს საქმეს ვაკეთებ. და ის არის ჩემი საქმე და ჩემი, რა ვიცი, ცხოვრება. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ რაღაც იყო, არც ეგ არ არის პრობლემა, აქ ვიქნები იმდენად აქტიური, რომ ახლა თუ თვენახევარში ვაგროვებ და უშვათ იმ მინიმალურს და მეტსაც, მე ყოველთვიურად მოვაგროვო მე ის გამომუშავება და ასე შემდეგ, მაგრამ ახლა ამ ეტაპზე რომ დავჯდე და ამ 2 თვეში მე რაღაცა YouTube-ით ვიცხოვრო, ვერ იქნება ეგ ამბავი ეგ. ასე რომ არ არის რა ეხა დიდად რა არის გოგოებო იცით ვისაც უყვარს გარეთ გასვლა ხო აუცილებელია რა უნდა გახვიდე ის გარეთ გასვლა ნახეთ ის გარეთ ადამიანებთან ჯანსაღი კომუნიკაცია როცა უშუალოდ ორი ადამიანი საუბრობს ეს კიდე სხვა რამეა ეს არის აბსოლუტურად სხვა რამე როცა იქ შენ საქმეს აკეთებ და იხარჯები შენი საქმით, ეს ხო სხვა რამეა. ეხლა ვიღაც მეტყვის, ესეც ხო შენი საქმეა, სხვასაც ხო ეს თავისა გასაგებია, მაგრამ მე საკუთარ თავზე რო ვისაუბრო, მე ჩემი საქმე მაქვს გარეთ. თუმცა თუ გადავწყვეტ, რომ თავიდან ბოლომდე ეს საქმე ვაქციო, ჩემს საქმეთ და თუ დავანებე, ვთქვათ, იმ სამსახურს თავი, ეგ სხვა რამეა, მაგრამ მე ცოცხალი კომუნიკაცია ჯანსაღი ბევრად ვიდრე ვთქვათ ცოცხლია, სადაც მე ვსაუბრობ მხოლოდ და იქიდან პასუხის გამცემი ასე უშუალოდ მე არ მყავს, ამას მირჩენია, რომ ადამიანს შევეკითხები რამეს მიპასუხო და ამაში ჩავდო მთელი ჩემი რესურსი. და მე მგონი, რომ ძალიან სწორად
ვფიქრობ, იმიტომ რომ მთელი ცხოვრება ვმუშაობ და ეხლა ასე აქაც შემიძლია მე და რატო შევიწუხო სხვაგან თავი და აი რო იციან ხოლმე აი თავზე უფროსი გადგას ამას არ ჯობია ეს დაიწყო თუ რაღაც მთელი მსოფლიო მუშაობს ანუ ყოველს თავზე ადგას ვიღაც თუ შესაკუთარი არ გაქვს შენი ძულებული ხარ სხვის დაქვემდებარებაში იყო და ეს არ არის რაღაც ისეთი ტრაგედია ეს ნორმაა ეს ჩვეულებრივი ამბავია და თუ არ გინდა არ უნდა იმუშაო იქ ხო თორე არავის არ უნდა შემდგომი ადამიანები და ეს ძალიან ჩვეულებრივი ამბავია მაგრამ რას ვიზავთ დედა რა კაი ყავა აი ყავა მომნატრებია ყავა დანაყავს არ ვსვამ ხალხო მაგრამ აი რაღაცა შაბათ ვაიმე ვინ დამაძინა ხალხო დილიდან ზუის იქ ჩემი ქმარი იქ მარიამი მე მცხელო და ვეღარ ვისვენებდი გამოვიღვიძებ განავატრიალებ რა ხდება ხალხო დამაცინეთ მე ცოტა ჩავიძინებდი იქ მარიკო ყურφაი მერთო რეალურად ვეღარც მევიძინებ ეთყობა ადრე ადგომას რომ მივეჩვიე უკვე ვაიმე ეხლა უნდა მოგიყვეთ ხალხო ბარემ აქ ხართ რა შემემთხვა არის ერთი გვერდი რომელიც ყიდის მთლიან ბოდე ბანდაჟები რო არის და მჭირდებოდა გუშინდელი დღისთვის რო სხეული კიდე მეტად შეკრულიყო იმიტომ რომ არის ძალიან კარგი ბოდეები ადრე მქონდა მე და სულ რო არ მქონდა ისეთი წონა ვიცვამდი და სხვანაირად აყენებდა ტანს და მინდოდა მივწერე პასუხი დაიგვიანეს ანუ აი ძალიან აგვიანებდნენ პასუხს ანუ 2 დღე ვთანხმდებოდით რაღაცაზე და ძლივ შევთანხმდით იმდენად აგვიანებდნენ პასუხს რა გამომიგზავნეს ანგარიშის ნომერი და კარგით კურიერთან გადავიხდითქო და მე ერთი კარგად უნდა მოვძებნო ეგ მინაწერი ნამდვილად მაქვს რა მიწერილი მე მახსოვს რომ მივწერე მაგრამ გავუშვი თუ გამოვედი იმიდან მესენჯერიდან ხო ხვდებით მე მგონი რომ მივაწერე იმიტომ რომ ანუ არ მინდოდა ესე არ უთქვამთ ის რომ წინასწარ ჩავმირიცხეთ და რაღაც ესე არ უთქვამთ რა მოვწერეს ანგარიშის ნომერი მოვიდა ლოდინის დრო და როდის მომივა ნიფთი ვეუბნები და ამად ამ დრომდე მუშაობენ. მოვიდა შუადღის 2, 3, 5, 6, 8, 11, გახდა 12 დაიწყო პირველად 15 წუთი და ვწერ სად არის ნიფთი. კაციშვილი არ პასუხობს, სად არის ნიფთი, ანუ უკვე ისტერიკაში ვარ. რომ მე არ გამოვიწერე სხვა გვერდიდან, არც სხვაგან არ ვიყიდი, არ მქონდა დრო საყიდელი, თორემ მანდ არ გადავიხდიდი, უფრო მეტი 56 ლარი იყო თუ არა ბოდიში 45 51 ლარი იყო გადასახდელი და მაგას დავალფაში ბარემ სხვაგან ვიყიდდი მაგრამ არ მქონდა დრო და უკვე 100-საც გადავიხდიდი იმდენად არ მქონდა დრო ხო და როგორც იქნა ხალხო მეორე დღეს მოვწერს რომ შეკვეთა არ იყო გაფორმებული და ნიფთი არ გამოიგზავნა ანუ მომწერეს მიწერე მონაცემები მისამართი ნომერი ყველაფერი და მეუბნებია რომ შეკვეთა არ იყო გაფორმებული. მომწერეს ეს მივწერე რომ გადავიხდიდი იქ. და მეუბნებია რომ შეკვეთა აი მანდ უკვე ცუდად გავხდი. ოღონ წერენ უკვე საერთოდ აღარ გჭირდებოდა. ის ამეშალა ხალხო ნერვები. აი მინდა ერთი რაც გითხრათ ხალხო. თუ მოკიდებ ამ რაღაცას ხელს და ხარ ონლაინ მაღაზია მე ბაიბოძე და პასუხი გაეცი დროულად მომხმარებელს. 1000 საქმეს თუ ხარ მიდევრი თან ადმინობ არ გამოვა. ეგრე არ გამოვა. მაშინ უნდა აიყვანო ცალკე ადმინი. თან ყველაფერი თუ შენ ხარ და ერთი დარბი ხარ ყველგან არ გამოვა. ეგრე არ გამოდის. მაშინ უნდა გეცალოს. აი მე ეხლა ეგ რო გუშინ მეთქვა ეგ ამბავი თქო ისეთი გასაცხლებული ვიყავი რომ რა ვიცი ეხლა გადავიარე და კიდე კაი რო არ მოვიდნენ. მაგრამ ხომ უნდა მომწერო, რომ იცი რა არის, არ ხდება, ეგრე ხდება, თქვა წინასწარ ჩარიცხე თუ რაღაც. შენ თუ მე არ მომწერ, უნდა ვიმკითხაო? იმიტომ რომ მე ბევრი ნიფთი გამომიწერია და პირდაპირ გადამიხდია კურიერთან. არ ვიცი. უპასუხისმგებლობის პიკი. უპასუხისმგებლობის. სხვა რავი რა დავარქვა ეხლა თქვენი აზრით დაარქმევით. ძალიან ვიყავი გაფრაზებული, ძალიან.
აი მე გუშინ ხო დავიცინე და ყობა მოვიდა მე გამოვიხუცეთ ოჯახმა და 12 არ იყო მე მგონი ხრინავდი და ეგრე მეძინა სავარაუდოდ და დამიგდია რა ვიცი ტელეფონი სადღაც ბუდის 1% ნახევარზე და ყობა მავდექიო შევაერთეო ეს ხა გამგვიძებელი აღარ არის ეს დატენოსო და გაიძირო მე ტელეფონს დატენილი უნდა მქონდეს სულ ჭირდება ხო და ეს მაგის დამტენი აღარ არისო აი დედა ვი მიმიშველეთ მარიამს რო ეს ქონდა ხელის ვენტილატორი გამიფუჭდა ბახში დამრჩა წაღებული მქონდა და ვიგბას შვებოდი და რაღაცა აი ეს მისაწოლი ცოტა ძალიან ხშირად ვაკეთებდი და ეთყობა ცოტა გაუფუჭდა და 4 ლარის უნდა ვიყიდო 4 კი არ ბარების უნდა ვიყიდო 15 ლარი როგორც გოგო ხელის ვენტილატორს ეს რა კარგია ეგ უნდა ვიყიდო აუცილებლად რა კარგია დილით ატკობა რამდენი რამე გავაკეთე და ჯერ ისევ დილაა აი ეგ არის ბედნიერება და ეგ არის სრულყოფილება ახლა დაგებშდობებით დიდი მადლობა რომ მიყურეთ ძალიან მიხარია რომ 3400 გამომწერი მყავს პლუს მინუს აკლდება ხოლმე ერთი კაცი მე ისევ ემატება ეგ არ არის პრობლემა ჩვეულებრივი ამბავია დიდი მადლობა რომ ჩემთან ხართ ძალიან მიხარია ჩემი შვილის ამდენი საოცარი სიტყვების მოძღვნისათვის ძალიან დიდი მადლობა ყველას ხალხო მიხარია ძალიან რომ ის ადამიანი ვინც მე სიცოცხლეზე მეტად მიყვარს არსებობენ ადამიანები ვინც ლოცავენ ვისაც უყვართ ენატრებად რატომ არ ჩანს მეკითხებიან ყველას ძალიან დიდი მადლობა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანები გახდით იმიტომ რომ ჩემს ცხოვრებას გიზიარებთ იმ რაღაც პროცესს რაც მინდა რომ თქვენამდე მოვიდეს ძალიან დიდი მადლობა